საღამო მშვიდობისა, კვირა მშვიდობისა, თქვენ რომ იხალისებთ ზუსტად ისეთისა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რუსთავი 2-ის ერთგულო მაყურებლებო. დღეს კიდევ ერთხელ მიწევს ამ არაჩვეულებრივი შოუს, ანეკდოტების შოუს წაყვანა, ვისი ამოვნებ ვიგზნობ თავს გემის კაპიტნად და კიდევ ერთხელ წაუძვები ამ არაჩვეულებრივ გადაცემას ანეკდოტების შოუ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ძალიან ლამაზი სქესის წარმომადგენლები. არა ტყუილად ვიფიქრეთ რომ მამაკაცები არა. დღეს ჩვენი სტუმრები მანდილოსნები არიან, ანუ ულამაზესი სქესის წარმომადგენლები და ისინი არიან ყველასათვის საყვარელი ელენე ფოჩხუა და სოფო ბედია. სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა მეგრელები არიან. მარგალიზღებები თქვა გოლვაფიროვმა ანეკდოტების შოუს. სოფო გათხოვილი, ელენე კი პირიქით გასათხოვარი. მალე დაგვეცნოს ელენე ფოჩხუას ქმარიც. სოფო და ელენე შოუში სულ სიმღერით მოვიდნენ. მაგრამ პროექტის ფორმატი რომ შევახსენეთ, სიხარულით გადაერთნენ ანეკდოტებს. ორივენი ისე კარგად ბღერიან, რომ მხოლოდ ორი ყურით კი არა, თვალებითაც უნდა უსმინოთ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ. გამოიყენეთ კონსტიტუციური უფლება და არ გადართოთ სხვა არხს. მოგესალმებით, როგორ ახლა? მოვედით ანეკდოტებში სიცილით. მე მიცანით? რა თქმა უნდა. პატა ვარ მე ფაქტიურად. ძალიან გამიხარდა თქვენი აქ დანახვა და ჩვენს გვიხარია ჩვენი დანახვა მანდ. ჩემი დანახვა მეც კი მიხარია. რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა ვერ ვხედავ, მაგრამ გადაცემას როგორც კი ჩავიწერთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიქცე, რომ მიუსწრო ჩემ თავს ტელევიზორში, რომ ნახო, ხო. წეღან ვთხოვე ჩემს მეგობარ დრუპის რომელია თქვა, რომ შემახსენო თქვა, სოფო ბედია რომელია და ელენე ფოჩხუა რომელია თქვა და მე ვერ ვიხსენებ ხოლმე. ხო იცით რომ ცოტა თვალსაც დამაკლდა, მეხსიერების ჩეპი დავკარგე. სოფო როგორ? მიშამესხს დაურეკე სოფო ბედიას. მიშამესხს დაურეკე და ან პასუხობს. გასულიაო იქედანო, რა ქვია, მომსახურების ზონიდანო. კაი, როგორ ახარ სოფო და როგორ ახარ ელენე? მადლობთ, კარგად თავად, მეგრულად, შემართებით. მეგრული ორივე მიცით, ხო? აბა? ბიჭო ხო? მახოლოვამიჩკო. მახოლოვამიჩკო, მიდარო. მე მეგონა მახოლო მიჩკოს მე ახლა შენ აფხაზეთიდან ხარ. მე მახოლო აფხაზეთიდან ხო, იარჩოდი? ხო, კოლეგა. პარჩელია, ხო, პარჩაო, ხო. შენ საიდან ხარ წარმოშობით? ზუგდიდი. აბა? ზუგდიდი. მოკლედ თელი სამეგრელო ვარ და კაცო. ანუ მარტვილი და ზუგდიდი. წარმოშობით აფხაზეთიდან, მაგრამ ისე მარტვილიდან. ხო და ჩემი გვარიც მარტვილიდანაა. ბარათელი, თურმე, გვარი არის მარტვილიდან. მართლა არ ხუმრობ, მართლა ეგრეა და მე ალბათ ბართაია ხო არიყავი? მე არა, ბარათელი, თვითონ ბარათელი და მე ალბათ ჩემის ბაბუა გადავიდა იმერეთში, განავიწუნებ კაცო იმერლობას. პირიქით, იმერლების და მეგრელების ნაჯვარი ვარ. უმაღლესი სორტი. და იმერელი. აბა? ხო, იმერელი და მეგრელი, დასლაბარაგო. ძალიან კარგი, ანუ კარგ განწყობაზე ხართ, როგორაა თქვენი მოდი რა ვქნათ, იცი ახლა თქვენ ორივე კარგად და მშვენივრად მღერი ხართ ორივე. სანამ გადაცემას დავიწყებთ, კენჭი ვყაროთ? არა, კენჭი არ ვყაროთ. მე გადავწყვიტავ, რადგან დღეს ასე მსურს მეფე ვარ, ამ გადაცემის მეფე დღეს მე ვარ, დღეს. ერთი დღე დამჭა, მეფობა და ეგ არის. ხო და სიმღერის გარშე ვერ გაგიშვებთ. ამიტომ მოდი გადაცემის დასაწყისში ელენიკამ იმღეროს
სიმღერა. და ბოლოს მე შენ დაასრულე. არის მეფეო, არის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ხო ხარ სიმღერის ხასიათზე და გადაცემის. მე თქვენც იქნებით სიმღერის ხასიათზე და მაყურებელიც. კი ბატონო. ხო, ელენე შეგვისრულე რამე სიმღერა.